სოციალური ქსელები და ინტერნეტ რესურსები, მითები და რეალობა. დღევანდელი გადაცემა მე მინდა დავიწყო სტატისტიკით. იმდენად რამდენადაც მე ვარ ეკონომისტი, რობოტოტექნიკოსი და მთელი ცხოვრება ზუსტი მეცნიერებისკენ მივდიოდი, მე ის ცოდნა უბრალოდ კიბერნეტიკული მათემატიკური აზროვნება გამოვიყენე, თან მოჭადრაკს თამაშობდი, გამოვიყენე ბიზნესში. ძალიან მიყვარს ციფრები. და ამიტომ ციფრულ ეკონომიკისთვის მზადებას ვაპირებ, მე თვითონ ვემზადები და მინდა ვიც ჩემი მოსწავლეები იქნება, თანამშრომლები იქნება, პარტნიორები იქნება, თუ თქვენ იქნებით ნებისმიერი თქვენდაგანი, სიამოვნებით მოგამზადებთ ციფრული ეკონომიკისთვის, ბიზნესისთვის და კერძო გამოყენებისთვის. არის ორი ვარიანტი. ან ეს ციფრული ციფრი, როგორც ასეთი, ჩვენ გამოგვიყენებს, ან ჩვენ გამოვიყენებთ მას სარგებლიანად. ეს ჩემი მეგობრის და დათო გალეგაშვილის საყვარელი სიტყვა სარგებლიანი გამოყენება. თუ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ წინა გადაცემაში რამდენიმე აზრს, რა თქვა რამდენიმე აზრს, სხვათა შორის რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა წინა გადაცემაზე. Facebook-ზე როცა დაიდო ეს გადაცემის ვიდეო ვერსია, ვიდეო კონტენტი, დღესდღეობით, დღეს დილით ნახე 600-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. მოეწონა 12 ადამიანს და 2-მა გააზიარა და კომენტარი იყო 4. შეგიძლიათ ნახოთ, შეხვიდეთ და ეხლა ეს ციფრები ამ ციფრებს ანალიზი რო გავაკეთოთ, თან მე რამდენ საათნახევრიანი გადაცემა იყო. მე ვცდილობდი დინჯად მესაუბრა მეგრული ტემპერამენტის გარეშე, აკადემიურად, ჩემი ჭკვით, ჩემი გაგებით. და მინდოდა, რა თქმა უნდა, მინდოდა მომეწონებია თქვენთვის თავი და მარტო დედაჩემს მოვეწონე, კიდე რამდენიმე ადამიანს მისურვეს წარმატებები, კომენტარი არ ყოფილა ისეთი, რომ დისკუსიაში შემოსული ვარ და ეს დისკუსია და ეს callback обратный callback, ესე იგი უკვე რეაქცია, როდესაც არის რეაქცია, ეს არის ყველაზე კარგი, რაც კონტენტს ავრცელებს და ესე იგი ცოტა და კომპლექსებით არასწორად დაკომპლექსდები, მაგრამ ვიფიქრე, რა არასწორად ცუდ თემაა ცუდი, მე გადმოგცემთ ცუდად, უინტერესოთ, ტემპერამენტულად, ემოციური სინაკლებია, თუ ძალიან ბევრი ვიფიქრე. მაგრამ მე ერთმა ადამიანმა დამამშვიდა. რატო ეს თემაო ჯერ პოპულარული არ არისო და აი შენივე ტემპერამენტ პოლიტიკაზე ელაპარაკო, ან რაღაც ისეთ საკითხებზე აქტუალურზეო. და ამ დროს გავაჩერე. მეთქი რა მოიცადეთ რაც ქვია. ესე იგი სოციალური ქსელები და ინტერნეტ რესურსები, კომპიუტერები, სმარტფონები, гаджеტები, ეს ტექნიკა, ტექნოლოგიური, ალგორითმული ელემენტები, ეს ინსტრუმენტები აქტუალური არაა დღეს. და იცით რა იყო რაღაცნაირად ზოგადად დავმეუფლა თითქოს არასაჭირო საქმეს ვაკეთებ, არადა დარწმუნებული ვარ, ვიცი სტატისტიკა სხვა ქვეყნებში რა დონეზეა და მესმის ახლა რომ პოლიტიკური ახლოვდება, ციებ-ცხელება დაიწყო უკვე, უმრავლესობა ფიქრობს, რა იქნება 2-3 თვეში რა მოხდება, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ქვეყანა სოფლიო არეულია, დაძაბულია, მესმის, რა თქმა უნდა მესმის. მაგრამ მე არ მესმის და არც არასდროს გავიგებ. თუ რატო შეიძლება ადამიანმა თავისი ღმერთისგან ბოძებული, აი ღმერთმა
ადგა 5 ივლისს 1959 წელს გამაჩინა ქალაქ სოხუმში ჩოჩუას ქუჩაზე ესე იგი სამამტყობაში ავიბადე და იმის მერე გარკვეული შრომა მომიხდა მოვედი 65 წლისა ვარ და გამოვიარე ამპლიტუდა ასეთი სინუსოიდა იმიტომ რომ ცხოვრება ასეთი რო იყოს ახლა ფლიპ ჩარტი სიამოვნებით დაგიხაზავდით რამდენიმე კარგ ვიზუალურ ნახას დაგიხაზავდით ჩვენ ცხოვრება როგორ არის მოწყობილი და დაგანახებდით იმ სტატისტიკას იმ ინსტაგრამას რომელზეც მთელი ცხოვრება აგებული ჩვენ არაფერს ახალს ვერ გამოვიგონებთ გვინდა არა როგორ ვერ გამოგონებლების მეტი რა არის მაგრამ ჯერ რაც გამოგონილია აი ის რო გამოვიყენოთ აი მოიფიქრა კაცობრიობა მოიფიქრეს ინჟინერებმა მოიფიქრეს პროგრამისტებმა მოიფიქრეს ეკონომისტებმა აი რაც გვაქვს ეხლა მე რო თქვენთან მოვიდე სტუმრად თქვენთან აი ნებისმიერ ადამიანთან მოვიდი სტუმრად თქვენ რით გამემასპინძლებით ის რაც გაქვთ ჯერ ხო სწორია რა არის რაც მაგიდასდევს მე თუ ცოტა რამე დევს მაცივარ შეიძლება მაშინ მე სარდაფში ჩახვალ თუ უფრო სერიოზული ზუსტად ასეა ცხოვრება ზუსტად ასეა ახალ ტექნოლოგიებში მაგრამ ის საფუძველი რომელიც დღეს ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს და როცა ასეთ თემაზე ინტერესიც აჩნდება ხელები აღარ 600-მა კაცმა ნახა ადამიანმა თან გთხოვთ დაწერეთ თქვენი კომენტარი გთხოვთ შეიძლება მეთანხმებით შეიძლება არ მეთანხმებით არ გთხოვთ ის როგორც დღეს ბლოგერები გააზიარეთ და ის შედით და ის დამი ლაიკეთ და ასე შემდეგ უბრალოდ გეუბნებით თემა თუ მოგწონთ თუ არ მოგწონთ რა არისთვის ახლა დღეს 40 წუთი უნდა მოგიყვეთ ერთ-ერთი თემა ხო აი ამ რუბრიკიდან გამომდინარე სოციალური ქსელები და ინტერნეტ რესურსები მითები და რეალობა მაგრამ ცოტა არ იყოს დავიძაბე მე ავისუნთქე ჩავისუნთქე და ვთქვი რომ ეთყობა ჯერ საქართველოში ამის დრო არ მოსულა ეთყობა ამიტომ ან სხვა ადამიანები მისმენ ვერ მაგრამ მე ავდექი და გამახსენდა ავსტრიაში პირველად 92 წელს როცა ვიყავი ერთ-ერთ სემინარზე და უძლიერესი კომპანიის დღეს უკვე სოფლიო ბრენდია ეს მე რამდენიმე წლის მერე მისი დირექტორთა საბჭოს წევრი გავხდი როდესაც პირველად ამ სემინარზე ვიყავი ჩემი მეგობარი იყო თამაზ გოშაძე ხო და მას უთხარი ისე მომეწონა რომ მე უთხარი თამაზ მეთქი ერთი წლის მერე მეც იქ ვიქნები მეთქი მეც იქ წავიკითხავ ლექციას მეთქი და სემინარს ჩავატარებ მეთქი და ამან შემომხედა ასე და ახლა მესმისო მეგრელები გიყვართ ტრაბახიო კარდავებს მით უმეტესო არა შენ აღა ჩვენგან არ მოველოდიო ამას ვუთხარი რატო ტრაბახი მივახცევ მეთქი მე ჩევალ დირექტორთა საბჭოში მეთქი და ირონიულად ჩაიცინა ანუ არაფერი არ ვთქვია და ზუსტად 9 თვის მერე მე უკვე ლექტორის ფუნქციას ვასრულებდი თუ ადამიანს მიღწევა გინდა თუ მიზანი დაისახა ნებისმიერ მიზანს შეიძლება მიაღწიო თუ და თან მიაღწიო არ გადააბიჯო სხვა ხალხს და ნებისმიერი გზებით არ მიაღწიო შენს მიზანს და ისე რომ სხვის მიზნებს ნუ გესმით გაიგებთ ესე იგი ამ სემინარზე ზუსტად აქედან მინდა დავიწყო მე პირველად ზიგმუნდ ბიშტინგელმა შესანიშნავმა ამ კომპანიის შექმნელმა მოგვაწოდა სტატისტიკა და ამბობს დაწერა ერთი და ამბობს რომ იელის უნივერსიტეტში თქვენ იცით იელის უნივერსიტეტი სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია ჩაატარეს ასეთი სოციალური გამოკითხვა რომ აი ვინც დაამთავრა ეს უნივერსიტეტი
ну თქვა დაამთავრა 25 წლის, ну სიტყვაზე, ხო? და ვინც 60 წელს მიუახლოვდა, აი როგორი რა დონით მიუახლოვდნენ და რა სტატუსით და რა სოციალური და ფინანსური საშუალებები გააჩნდა ყოველივე მათგანს. თურმე ერთი კაცი, ერთი ადამიანი 100 ადამიანიდან მხოლოდ ერთი ადამიანი გახდა მდიდარი. 4 ადამიანი, რომელსაც მიაღწიეს 60 წელს, გახდა მატერიალურად დამოუკიდებელი. ესე იგი, ერთი მდიდარი, 4 მატერიალურად დამოუკიდებელი. 5 ადამიანი, ვინც აი საპენსიო ზღვარს, აი 60 წელი, საპენსიო ზღვარს ვინც მიაღწია 60 წელს, გახდა რომ მათი სოციალური სტატუსი იყო შემდეგი, რომ შეენარჩუნებიათ ის დონე ცხოვრების, რომელიც 60 წლამდე ჰქონდა. იძულებული იყვნენ რომ ემუშავათ. ესე იგი, მდიდარი ერთი ადამიანი, 4 მატერიალურად უზრუნველყოფილი, 5 რომ ვინც მიაღწია 60 წელს, იძულებული იყვნენ შესანარჩუნებლად თავის სოციალური მდგომარეობის, უნდა ემუშავათ. მომუშავე პენსიონერები, ხო რიანასდები. 36 ადამიანი საერთოდ ვერ მიაღწია ასაკს და ნუ სტრესები, ნერვიულობები, ავადმყოფობები და ასე შემდეგ და 54 ადამიანი იყვნენ დამოკიდებული დაწვევაზე, პენსიაზე და ისეთი ადამიანები, ვინც პენსიისთვის ემზადება ჯერ კიდევ უნივერსიტეტში, ან უმაღლეს სასწავლებელში, ზოგიერთ შეიძლება სკოლაშიც ისე გაზარდეს. ესე იგი, წარმოიდგინეთ, ერთი მდიდარი, 4 მატერიალურად უზრუნველყოფილი, 5 მუშაობს, რომ შეინარჩუნოს თავისი დონე და 36 საერთოდ ვერ აღწევს ამ ზღვარს 60 წელს და 54 ადამიანი პროფესიონალური პენსიონერები. ეხლა მინდა დაგისვათ კითხვა. ამას მაინც მიპასუხეთ. ეს ხო არ არის მე ხარ ვლაპარაკობ დღეს შეგნებულად არ ვლაპარაკობ არა რამდენიმე სიტყვას რა თქმა უნდა ვიტყვი, იმიტომ რომ ეს თემა სოციალური ქსელები და ინტერნეტ რესურსები დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ძალიან პოპულარული გახდება. როგორც პანდემიამ გაიძუათ ბატონებო და ქალბატონებო შესულიყავით ინტერნეტში და შესულიყავით მარტო იძულებული გახდა ადამიანი, იძულებული გახდა მთავრობა, სამიტები და ასე შემდეგ და წინ ბევრი კიდე ესეთი ინსტრუმენტები აქვს გლობალურ სისტემის შემქმნელებს და მმართველებს და თუ ვინც არ მოემზადება აი ამ პროცესებისთვის ის დააბრება ის ხო იცით ეს ანგარიშრო იყო მე სოხუმში მე სოხუმელი ვარ და ერთი ოფიციანტი ქალბატონი იყო და ის ამბობდა ასე 40 руб 40 еще 40 2 40 спички брали нет 18 50 ну клиентებს ემაშობოდა რა მაგრამ кай ხასიათზე იყო კლიენტიც кай ხასიათზე იყო და კარგად ითვლიდა ეს ჩოტკს დღეს უკვე არ არის ეს ჩოტკი დღეს უკვე გვაქვს ჩვენ ინსტრუმენტები და უნდა ვისწავლოთ მისი სარგებლიანი გამოყენება. ეხლა მინდა დაგისვათ კითხვა ამ სტატისტიკიდან გამომდინარე. თქვენ აი ამ სტატისტიკ მონაცემების მიხედვით სად გინდათ რო იყოთ? დიდარი გინდათ გახდეთ? ფინანსურად უზრუნველყოფილი გინდათ გახდეთ? რომ მიაღწევთ საპენსიო ზღვარს, ან ვინც მიაღწია, გინდათ იმუშაოთ, რომ შეინარჩუნოთ ის დონე, იმიტომ რომ ცხოვრება პენსიონერს ნაკლებად არ უნდა ახალგაზრდაზე, უფრო მეტად უნდა. იმიტომ რომ შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები და პირიქით ხარჯები მეტი აქვს ადამიანს და გინდა რომ ეს ხარჯები თან რომ მიჩვეულო ხარ კაი ცხოვრებას.
ხოჭეთ მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და გადაჩვეულს ნუ მიაჩვევ. და 96%-ში ღმერთმა დაგიფაროთ ყველა. და 54, რომელიც ახლა ემზადება, რომ გავაფორმებ საპენსიო იმას, დაზღვევას ავიღებ, იქ რაღაც 20 ლარი მომემატება, 30 ლარი მომემატება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა გავაკეთებ პაუზას, ეს ტოკ-შოუა, მაგრამ თლად ტოკ-შოუ არ გამოდის. ტოკ-შოუ როცა უგო ქმედება და უგო ქმედება არის, ხო? ურთიერთმოქმედება როდესაცაა. და ძალიან მიყვარს მე ტოკ-შოუს ფორმა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე თქვენ ნახავთ ტოკ-შოუს კარგ მაგალითებს. აი ეგრეთ თემებზე, სხვა თემებზე და ასე შემდეგ. და როდესაც ამ კომპანიის ფლობელმა და ამ ფუძნებელმა დაგვისვა ჩვენ ასეთი კითხვა, მე პირველი თქვენ სადგინდათ რო იყოთო და სადღაც 120 ადამიანი იყო ამ სემინარზე და მე პირველი წამოვხვდი და მდიდარი მინდა გავხდეო. და ხომ შემოვხედა და იცოდა რომ საქართველოსდან ვიყავი, მკითხა ბატონო დათო, დავითო, თქვენ იცითო რას ნიშნავს მდიდარიო? მე ვთქვი, ნუ მდიდარი რას ნიშნავს? მდიდარი ნიშნავს მდიდარს. მაშინო ესე იგი თქვენ იცითო რა არისო კრიტერიუმიო სიმდიდრის კრიტერიუმი. ეხლა იგივე კითხვას მე რო თქვენ გისვამთ, ძალიან გთხოვთ, ახლა სპეციალურად ახლა ფეხს ვითრებ თუ ენას ვითრებ, რომ არ იმას არ დაწერეთ ახლა აი ჩატში, ხო არის ახლა ხო ხედავთ, ხო მისმენთ რა, ის 600 კაცი იქნება თუ 1000 კაცი იქნება. ნუ აბა დაწერეთ რა არის სიმდიდრე. აი როდის არის ადამიანი, შეიძლება ადამიანს თქვა ის მდიდარია. და მან ჩამოთვალა შემდეგი პარამეტრები. რა ფული სიმდიდრის დამახასიათებელია? თუ შეიძლება თქვა ადამიანს $1,000,000 აქვს და ის არის მდიდარი. ნუ მე ვთქვი, შეიძლება რატომაც შეიძლება. მეც ისეთ სიტუაციაში ვიყავით როგორც თქვენ, ცოტა დავიბენი კიდევაც, იმიტომ რომ როგორ სიმდიდრე ასე იყო, სიმდიდრე ვისაც აქვს ფული. მერე თუ მაგათად მეუნება კარგიო, ბატონო დავით, აიოსო თქვენ გაგვთო $1,000,000 და თქვენს მეგობარს აქვსო $1,000,000, მაგრამ თქვენ ხართ ის არის მდიდარიო და თქვენ მატერიალურად უზრუნველყოფილიო. მე ვსკარ ეს როგორ? იმიტომ რომ რაღაც არის ისეთიო, რაც მდიდარს აქვს სხვაზე მეტი. აი ძალიან ყურადღებით მომისმინეთ, ძალიან გთხოვთ, აი გეხვერწებით ადამიანურად. ნუ ეს დავიბენი შეიძლება თქვენ ცოტა $1,000,000 აქვს, იმას $1,000,000, ის მდიდარია, ეს მატერიალურად უზრუნველყოფილი. ნუ ალბათ მე ვთქვი, კაი მანქანა ყავს, სახლი ყავს, იმასაც მანქანა ყავს, სახლია. მე ვთქვი, შემოსავალი აქვს, რაღაც იმასაც შემოსავალი აქვს, აქციები აქვს, ისინი ფასიანი ქაღალდი იმასაც აქვს, მაგრამ ის თქვენი მეგობარი არის მდიდარი და თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი. რაშია განსხვავება? დავიბენი ახლა ცოტა გავბრაზდი, რომ ვერ ხვდები, ვერ პასუხს ვერ ვცემ. და მაშინ გააკეთა პაუზა და თქვა იმ ხალხს შორის, ვინც სიმდიდრესთან ახლოს არის, ჩამოყალიბდა ასეთი სერიოზული კონცეფცია. რა არის მდიდარი, ვინ არის მდიდარი ადამიანი? ვინ შეიძლება ატაროს მდიდრის სტატუსი? მდიდრის როლში ვინ შეიძლება იყოს? და მან თქვა, მდიდარი არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია როცა უნდა აბადეთ როცა უნდა ვისთანაც ერთად უნდა და სადაც უნდა შეუძლიათ დაისვენოს რამდენი ხანიც უნდა. ვთქვი ვერ გავიგე კიდევ ერთხელ. მდიდარი არის ადამიანი მაშინ
როცა შეუძლია სადაც უნდა ვისთანაც ერთად უნდა და რამდენი ხანიც უნდა წავიდეს და დაისვენოს და მე რო დავიწყე ამაზე ფიქრი დავიწყე განსხვავების ძებნა ესე იგი დიდარ და მატერიალურად უზრუნველყოფილი ესე იგი დიდარს ისე აქვს აწყობილი თავისი ცხოვრება რომ ის გარკვეული დოზით დიდი დოზით მართავს თავის დროს ტიკ-ტაკ ტიკ-ტაკ ტიკ აი ამ დროს რომელიც ტიკ-ტიკებს და ვერაფრით ვერ ვაჩერებთ ვერ ვიბარავთ ვერ ვყიდულობთ ვერ არავინ არ გჩუქნის უბრალოდ ფლანგავთ ზოგიერთ და ეს დრო ლაპარაკობთ სადღეგრძელოებში რაღაც სემინარებზე ინტერვიუებში დრო ძალიან სერიოზული ღმერთის მოძებული და ასე შემდეგ მაგრამ ზუსტად აი ამ დროს ადამიანი ფლანგავს მარჯვნიდან მარცხნივ მეთანხმებით დაწერეთ რა ძვირფასო მეგობრებო ეს სერიოზული თემა და მე ამას დავაკავშირებ სოციალურ ქსელებს და ინტერნეტ რესურსებს ისე ვიცი წინასწარ რომ მე ვლაპარაკობ მე გესაუბრებით ქართული ტივი მაძლევს ამის საშუალებას ტელევიზია მე ინტერნეტში დაიდება და რო ხედავ რა თემები გაინტერესებთ ხალხს ნუ ხედავ რაზეა რეაქცია რაზეა ცოტა არ იყოს ისე ნუ არა ხელები არ მეშვება არავითარ შემთხვევაში მე ვიცი რომ მოვა ჩემი დრო და მარტო ჩემი კი არა ჩემი მეგობრების ჩემი პარტნიორების მოვა მაშინ როდესაც ადამიანი აი ამ დროს დაიწყებს პატივისცემას დროის პატივისცემას დაიწყებს იმიტომ რომ თუ დროის ჩვენ არ აგვაქვს უნარი ცეთ პატივი ესე იგი ჩვენ ცხოვრების აქტუალ ძალიან არის ხო Facebook-ზე გაგიგიათ ალბათ და საერთოდ აგიკითხიათ რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ფულს აკეთებული უნდა ჯანმრთელობას ხარჯავს ფულის გაკეთებაში და მე ისე ფულს ხარჯავს ჯანმრთელობის მოპოვებაში ან გამოსწორებაში სწორია არ ვიცი რამდენად სწორია ამიტომ უпроსტად ვიცი არაა სწორი ამიტომ როდესაც ჩვენ უკვე ამ თემაზე ვილაპარაკებთ ჩვენ გვაქვს დროის ვამპირი ენერგიის ვამპირი ნერვების მომშლელი ეს ინტერნეტი და მასთან რაც აკავშირებს smartphone იქნება თუ კომპიუტერი ნუ ადამიანი უნდა იყოს კარგი ხანდახან ვფიქრობ რომ ბავშვები დაიბადნენ ანცებრში ბავშვმა გაახილა თვალი პირველი სათამაშო თუ ადრე იყო ტრაქტორი ველოსიპედი რა ვიცი რაღაცა ისეთი სათამაშოები იყო და სვანაირად აზროვნებდა პატარა ბავშვი დღეს ლამისა ერთი წლის ბავშვმა უკვე ხედავს რომ იმაშვება რა უკვე შედის ინტერნეტში და რა თქმა უნდა ის ციფრულად აზროვნებს იმიტომ რომ ციფრულ სამყაროში დაიბადა და დედამისი მამამისი ბებიამისი ბაბუამისი ყველა ბიძა დეიდა და ყველა ამბობს დედა ჩემი შვილი რა ნიჭიერია და ჩემი შვილი განსაკუთრებით ნიჭიერი ხო ჩვენ ქართველებს განსაკუთრებით ჩვენ ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ეს გასაგებია მაგრამ მე ერთ კითხვას ვსვამ რა კრიტერიუმებით მჟღავდება მისი ნიჭი მით უმეტეს თქვენ თუ არ იცით როგორ შეაფასოთ ცოდნა თქვენი შვილის და შვილიშვილის აი ეს მინდა ცოტა აი რაღაც ვცდილობ ახლა იმიტომ რომ ეს ჩემი გადაცემა არა ჩემი მე მაგრამ სტრატეგია მაგრამ ეს სლოგანი ეს დევიზი მაძლევს საშუალებას იმიტომ რომ არავის არ აქვს ასეთი რომ იყოს წარმოჩენილი რომ თავისუფლება სიმართლეშია
მაგრამ ძალიან არ მიყვარს კრიტიკა, მე არ ვაკრიტიკებ არავის, არც ბებიებს, არც ბაბუებს, არც შობლებს, მაგრამ მინდა რომ რაღაცნაირად თქვენს ჭკუა ტვინამდე მოვიდე, რომ ჩვენი ტვინი შეერთდეს და თქვა დათო, ბატონო დათო, დათუჩა, რა ვიცი, ნებისმიერი ფორმატი. თქვენ რო თქვათ, რომ ეს სერიოზული რამ არის. იმიტომ რომ თუ არ იცის ადამიანმა დღეს სოციალური ქსელების და ინტერნეტ რესურსების გამოყენება და მათი სარგებლობა ის კლავს თავის დროს, ის კლავს თავის ენერგიას, ის კლავს თავის თვითკვლელობის დონეზეა ეს მე ასეც ვიტყოდი. იმიტომ რომ ეს სკროლვა ეხლა ჩემი ძალიან ახლობელი ხალხი მეუნება რომ აბსოლუტურ უმრავლესობას ის იმაში TikTok-ში და Reels-ებში და Stories-ებში და ეს უბრალოდ სკროლა ტუალეტში სკროლა საჭმელი გოგონას კაფეში ზიან აი ამ ჩვენი გადაცემის მერე დაუკვირდით რა ხდება თქვენს გარშემო უბრალოდ დაუკვირდით მეგობრები მიდიან რა თქმა უნდა საჭიროა პირდაპირ ტრანსლაციები, კაი სადღეგრძელოები, რაღაც კაი იუმორისტული ის, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც ეს ანომალიის დრო ისეთ დონეზე გადის, რომ ადამიანი კარგავს თავის ცხოვრებისეულ ენერგიას, რამაც უნდა მიიყვანოს სხვა წარმატებამდე და ასე შემდეგ და წარმოიდგინეთ ახლა სპორტსმენები, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები, რომ სკროლავდნენ იმის მაგივრად, რომ ივარჯიშონ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, რამეს მიაღწევდა. თუ წარმოიდგინეთ ახლა ლაშა ტალახაძეს აქვს იმის დრო, რომ იჯდეს და აკეთოს და ეს სკროლოს და წვრთნელი ეტყვის. აბა ახლა მაცადეთ ახლა ცოტა ხანი მე უნდა რა თქვა იმანს რა აუპასუხა და იმან როგორ კომენტარი გაუკეთა და გააზიარა თუ არა, მე იმან უთხრა ისე და ძვირფასო მეგობრებო, ახლა ცოტა შედით, აი მინდათ რომ ცოტა კი არა, ცოტაზე მეტი მინდათ რომ გაიგოთ რას ვლაპარაკობ. ან დაწერეთ გარდავა და ბატონო დავით, ან ბატონო არ გინდათ უბრალოდ დათო, მოგეთე სიმუნჯე ყლაპე და დავაი იმასი როა ხო იცით TikTok такой давай до свидания ის რო არის აზერბაიჯანული სიმღერა. ხალხს გამახსენდა ახლა აზერბაიჯანზე რომ ემზადებოდი გადაცემისთვის ემინი არის ასეთი მომღერალი აგალაროვი, ემინ აგალაროვი ძალიან დიდარი მამიშვილი, ძალიან დიდარი თვითონაც დიდარი პოპულარული, სიმპათიური, ძალიან ხარიზმატიული და ეხლა ბოლო დროს უყურებ YouTube-ში და თვითონ აკეთებს საიტს, თვითონ აკეთებს პირდაპირ ტრანსლაციებს, თვითონ გამოდის თავის სამშენებლო ქალაქს აშენებს რაღაც სასწაულს. და ეს მდიდარი ადამიანი, ბიზნესმენი, მომღერალი, ხელოვნება სწავლობს ამას. და ამ ახლა უყურე გუშინ მე საიტების კეთებაც უნდა ვისწავლო, ჩემი თმინდა კონტენტი, ყველაფერი გავაკეთო. აქ ერთ ორ ესეც სერიოზულ ადამიანს რა ვთქარი მოდით გასწავლეთ შეესწრები ხო გასაგებია ეხლა მინდა დავსვა კითხვა ეს ამდენად ძნელია სწავლა თუ თქვენ აი მიპასუხეთ რა დედას გაფიცებთ არ ვიცი რა დედას გეფუჭუო მეგრელა ჩავამეგრელე ცოტა თქვენ მართლა გონიათ რომ ეს არა სათამაშოა და არა საჭირო თუ ასე გონიათ დაწერეთ მართლა გონიათ ადამიანს და რა ბავშვების სათამაშო იყო კომპიუტერი და სოციალური ქსელები და ინტერნეტი და ფეისბუქი და რაღაც აპლიკაციები და ასე შემდეგ თუ მართლა ასე ფიქრობთ დაწერეთ რომ არა ეს სისულელია ეს მოგონი ზოგი ფიქრობს ეშმაკის სეულია და ეს ინტერნეტი და რაღაცებს დამიწყებს მე კიდე მეც მიწყებდნენ მაგრამ მე უსწრაფად ვაფთავრებ აქ ლაპარაკს ვექტორს მაგრამ ეს Facebook-ზე რაც იწერება ეს ძვირფასო მეგობრებო რატო ლაპარაკობ ამას რომ მინდა კი არ შეგეშინდეთ მინდა რომ ძალიან სერიოზულად დაფიქრდეთ ძალიან სერიოზულად დაფიქრდეთ იმის სწავლაზე რომ
უნდა აიძულოთ თქვენი თავი, თქვენი ახლობლები, რომ დაიწყოთ სოციალური ქსელების, ინტერნეტ რესურსების, ბლოგების, საიტების, კონტენტის, აპლიკაციების, ინტეგრატორების, აგრეგატორების, ჯერ ეს რაც ჩამოუთვალე, უნდა იცოდეთ რა არის ეს. დერავის ვერ გავაგებია, მივდივარ მივედი ერთ უნივერსიტეტში, მეორეში, მესამეში, ყველა მეუბნება ჩვენ IT სპეციალისტები გვყავს, ჩვენ ისინი გვყავს, ჩვენ ყველაფერი ვიცით, ჩვენ საიტი. ყველაფერი იცის. მაგრამ ქვეყანა იგრევა. ეს მანათოდაც ვენეცუელა ჩემი საყვარელი ადამიანი, რომელსაც ძალიან მიყვარს, მანათოდაც ივერიის ჩვენ საერთოდ ვარსკვლავი სიმღერა რო აქვს. იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნებაო. როგორ იქნება კარგი, როდესაც ჩვენი ქვეყანა აი ამ ხრივ ინფორმაციულ, კომუნიკაციური და ინტელექტუალურ, კომერციული დონის ხრივ არის ისე კარგ ბოლო ადგილზე. ამას გეუბნებით, იმიტომ რომ მე თითქმის ყველა, ბევრ ქვეყანაში ვარ გამყოფი და ეხლა რო ჩამოვედი სანქტ-პეტერბურგიდან, რო ვხედავ, რომ იქ ყველა იყენებს, პატარა მაღაზია, სადაზღვევო კომპანიები, სილამაზის სალონები, სასტუმროები, ყველა იყენებს მარტო საიტებს და აპლიკაციებს კი არა, მარკეტინგულ ელემენტებს თანამედროვე. უკვე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე დონის და უკვე მეექვსე დონის მარკეტინგული ინსტრუმენტები არის და აქ მარკეტინგული ინსტრუმენტი არის ერთი. თუ ფასი არის 10 ლარი, დაწერენ 9 ლარი და 95 თეთრ. ესაა მარტო სწორად დავდოთ მაღაზიაში, კარგად, ესაა მარკეტინგი და კოტლერის მარკეტინგის ასწავლიან დღეს. უკვე დრო მოვიდა ჩემი და შედეგი ფინიშთან მივდივარ, 1-2 წუთი დამჭა და გეტყვით, მეგობრებო. ისწავლეს სწავლის ძებნელო მოყევ დავითის ცნებასა. გადააბიჭებთ ამას, დამიკავშირდით, მეგობრებო. გასწავლით, უბრალოდ მე ხო შემიძლია ახლა მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელსაც დღეს ყველა ინსტრუმენტი, რომელსაც აი დამირეკეთ და პირველ 2 მას უფასოდ ჩაგიტარებ და უფასოდ არაფერი არ არსებობს. არაფერი. ამიტომ მე მინდა ერთი რამ ზუსტად გითხრათ. სანამ დრო არის და სანამ აი ესეთი ყველა ადამიანს შეგიძლიათ ჯერ გამოყენება, ისწავლოთ გამოყენება, მერე სარგებლიანი გამოყენება და რაც თავარია, რომ თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტი და არა Facebook-მა და YouTube-მა და Instagram-მა და TikTok-მა თქვენი დრო, თქვენი ენერგია, თქვენი ღმერთისგან მოცემული დრო და ციცოცხლე არ შთანთქოს. ამიტომ დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, 100%. დარწმუნებული ვარ. თუ თქვენ მოინდომებთ, მართლა ჩემთვის არავის არაფერი არ უსწავლებია, მაგრამ მე თუ მოვანდომი ამას 15-ნახევარი თითქმის 16 წელი, მე თქვენ გასწავლით 16 კვირაში საფუძვლებს, ფსიქოლოგიას, აზროვნებას, ციფროს, თქვენ შვილებს, თქვენს თანამშრომლებს, მე პატრონე იქნებით, ბიზნესმენი იქნებით, პოლიტიკოსი იქნებით, მეცნიერი იქნებით, თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ ეს ცოდნა, რომ ცხოვრებაში მიზნებს მიაღწიოთ, ნებისმიერი დონის მიზნებს. ასე რომ ისურვებთ ყოველივე თქვენგანს, რომ დღევანდელი გადაცემის მოსმენის შემდეგ დაფიქრდეთ მაინც, რომ თქვენი მთავარი რესურსი დრო, ეს ყველაზე ესეთი რესურსია, რომელიც მარტო თქვენგანაა დამოკიდებული, თქვენ როგორ გამოიყენებთ მას. წარმატებებს გისურვებთ და იღბალს.